მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბრებით დღეს. აბსურდულზე, მაგრამ აბსურდები არ არსებობს. არსებობს სურდები. მოგრეთ ერთი სიტყვით, როდესაც მე პირველად ეკრანზე გამოვჩენდი, ეს იყო 2000. რომელი წელი იყო დედა? ერთი დღე. დაბადების ერთი დღე? არა, ჩემი ხო? ჩემი ფილმი რო. აუ, რომელი წელი? 1900 რაღაცა წელი იყო, ხო? 2000 წელი არ ყოფილა ჯერ. ხო, 1980 და რაღაცა წელი იყო. ანუ მე-20 საუკუნის ბოლო იყო. ხო. 90-ში დაიბადა, ანუ ხოდა. 91-12 წლები იყო? 4 წლის იყო ანა? პატარა იყო, ხო. გერმანიაში ხო. კაი, ესე იგი, არა, გერმანიაში ვიყავით და ჩამოსულებიც ვიყავით, მე მგონი. კი. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით მე-20 საუკუნის ბოლო არის რა და 1900 რაღაცა წლებია რა, ესე 99 თუ 98 წელია და ფილმში მივიღე მონაწილეობა, ეს იყო ერთი დღე, ესე ერქვა ამ ფილმს, სადიპლომო ფილმი გადაიღეს ორმა რეჟისორმა და მოკლედ რა ჭკუაზე არ ვიყავი, მაშინ თინეიჯერი ვიყავი და თინეიჯერის დღიურებიდან ეხლა გამოვა წიგნი მეგობრებო ჩემი და გავიხსენოთ ჩემი თინეიჯერობა. ძალიან მაგარი ლექსებია რა, მე თუ გითხავთ ჩემი ასაკის იმ ასაკის თაობაზე რა, ასაკისაც მაშინ ვიყავი 14, 15, 16, 17 წლის ბავშვის ასაკის თაობაზე ძალიან კარგი ლექსებია და ყველას გირჩევდით რომ შეისყიდოთ ჩემი წიგნი, ახლა რომელიც მალე გამოვა 2 იანვარში მომივა მეგობრებო. ხო და მეგობრებო, მოკლედ ერთი სიტყვით გამოვჩდი ეკრანზე. მაშინ ახლა ესე იგი ვარ 17 წლის, არც კი 17 წლისამ დავამთავრე უკვე სკოლა და მაშინ ის ვიყავი, მოსწავლე ვიყავი ჯერ კიდევ და 16 წლის ვარ თუ 15 წლის და გამოვჩდი ეკრანზე. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით დედა დარბაზში აატყდა ერთი ამბავი, რომ ეს მეორე ნატო ვაჩნაძეა და ეგ იყო და ეგ მაგით დამთავრდა ყველაფერი რა. ჩემი რა ქვია მაგას, სამსახიობო კარიერა ეკრანზე საქართველოში. ეხლა გავიდა რამდენიმე წელი მოვხდი სცენაზე კახა ბაკურაძესთან და იქ ვიყავი სცენაზე, ვცეკვავდი, მეგობრებო, ისე ვცეკვავდი, რომ დავფრინავდი და მართლა დავფრინავდი. ხო და ეხლა ნეტარი, ეხლაც კარგად შემეძლოს ფრენო სცენაზე. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით, აქაც მაინც ნატო ვაჩნაძეს მსგავსებდნენ როგორც ჩემი დასის წევრები, ისე მაყურებელი და ნატო ვაჩნაძე ეს ხალებით ალბათ რა, თორემ მე ვერ ვამსგავსებ ამ ქალს ჩემ თავს რა და ხო და ეხლა გავიდა რამდენიმე წელი მეგობრებო, რამდენიმე დაჟე 10 წელი გავიდა და ერთ-ერთი ჩემი მაყურებელი მსმენელი მწერს, რომ აი ნატო ვაჩნაძეს რო გავხარო თუ იცი ეგო რა და მე თქვი თქვენ პირველი არ ხართ ვინც მაგას მეუბნება და ასე შემდეგ ღმერთმა დამიფაროს. ხო და მოკლედ მეგობრებო გადავწყვიტე რომ ნატო ვაჩნაძის რეინკარნაცია ვიყო. გაწყობთ? მოკლედ ჩემზე დამოკიდებული რას გადავწყვიტავ რა. მინდა ვიქნები, მინდა არ ვიქნები. იმ დღეს ChatGPT-სთან მქონდა ცოტა ესე შეხლა შემოხლა რა და ვეუბნები რომ ვეკითხები რომ რა ხდება თქო რა. თუ იცი მეთქი საერთოდ ილია მეორე ვინ არის თქო და კიო ილია მეორე ეს არის ესე ჩამომიწერა ერთი 5-10 ფურცლიანი გვერდი რა და მეთქი კაი მეთქი ის თუ იცი მეთქი ილია მეორე რომ მოკვდა თქო და ისაო რა ქვიაო ესეთი პუბლიკაცია ჯერ არ ყოფილაო არსადო და ჯერ კიდევ მოქმედი პატრიარქიაო და ესა და მეთქი რასაც გეუბნები მეთქი დაიჯერე მეთქი რომ ეგრეა თქო რა. აი მე გეუბნები მეთქი რომ მკვდარია ილია მეორე თქო რა და ეხა პუბლიკაცია ყოფილა თუ არ ყოფილა მეთქი, მაგ დაივიწყე მეთქი რა, დაიგიდე თქო.
აიო, გასაგებიაო თამარო, შენ რო გინდაო რომ ესე იყოსო, მაგრამო მეო ვერ დაგეთახმებიო. ChatGPT-მა შენ რას ვერ დამეთახმები თუ არ დამეთახმები, რა შენი გადასაწყვეტია. მე რასაც გეუბნები მეთქი, ის უნდა იყოს შენთვის რა ქვია მაგას უზენაესი მეთქი რა. ხო, გასაგებიაო, თქვენო ის ხართო რა ქვია, გაღიზიანებული ხართო, ეხლა შენ რა იცი მე გაღიზიანებული ვარ თუ არა, საერთოდ გრძნობის უნარი არ გაქვს მეთქი რა და ესე იგი ChatGPT შევეკამათე ბოლო დონეზე რა და მეთქი, ხო, აი ეს თქვენი მოსაზრებაო და ჩემი ხო, რა მითხრა იცი? მე ვიგულისხმეო და სად იგულისხმე მეთქი, სად გაქვს მეთქი გული რომ შეგეძლოს გულისხმობა თქო რა და აიო შენ ქართულ ანბანსო სხვანაირად იგებო ქართულ იმასო გასაგებიაო ამ ჭრილშო მე გული არ მაქვს და ვერ ვიგულისხმებდიო ხო და ჩაიგდე მეთქი ენა რასაც გეუბნები ის გააკეთე ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ChatGPT-ს მაგარი ვიბლატავე რა ხო და ეხლა რატო ვახსენე ChatGPT ხო რასაც გადავწყვეტ მეთქი ხო ისე იქნება თქო და ეხლა ChatGPT-ს ვეუბნები შენ იცი მეთქი რომ ეხლა მე რასაც გეტყვი მეთქი ეგრე არის თქო რა და მე ვარ მეთქი მეფე თქო რა თამარო იციო ვერ დაგეთახმებიო რომ შენ მეფე ხარო იმიტომ რომ ესე რაღაცები დაიწყო აი კონსტიტუცია მოიცადე რა თქვა რაღაცა კანონებზე და იმებზე მელაპარაკა რა და მეთქი იცი რა მეთქი ეგ სულ პკიდია მეთქი მან რა წერია და რა ჩააპროგრამეს მეთქი შენში თქო რა მე გეუბნები რომ მეფე ვარ მეთქი და მეფე ვარ თქო რა ეს უნდა იცოდე მეთქი შენ თქო რა ეხლა ბევრი მებლატავა და ბოლოს მაინც არ აღიარებს რომ მეფე ვარ რა ეხლა ნახე ვეუბნები რა რომ იცი მეთქი საერთოდ მეთქი მეფე რა არის თქო აი ესა და ეს არისო მეფეო და ისაო და ისა და იცი მეთქი ვინ არის მეთქი მეფე თქო ამ ქვეყნის მეფე მეთქი აიო ამ ქვეყნის მეფე არის ესე და ამ ქვეყნის მეფე კი არა მეთქი იცი ვინ არის მეთქი ამ ქვეყნის მეფე იესო ქრისტე არის მეთქი ამ ქვეყნის მეფე თქო რა და ხო ეგრე თუ ვიმსჯელეთო კიო იესო ქრისტე არისო ერთადერთი მეფეო რომელიც ხო და აი მეთქი ეგრე ილაპარაკე რა მეთქი კარგად საუბრობ მეთქი ახლა და საერთოდაც მეთქი იცი როგორ უნდა გაგეჩუმებინე მეთქი ის კი არა თქო კონსტიტუციაში და იმაში რა წერია თქო ამ ქვეყნის მეფე მეთქი ერთადერთი მეფე და განუმეორებელი და დაუსაბამო და ყველა დროის მეფე მეთქი არის ქრისტე თქო და ეგრე უნდა მოგეკეტინებინა მეთქი ჩემთვის თქო რომ შენ კი არა იესოა ქრისტე თქო რა ხო თამარო თუ ეგრე გინდაო აციო ეგრე დაგელაპარაკები ChatGPT შერი დედავატირე მეთქი ვინ დაგაპროგრამა ესე იგი ძალიან კარგი აი ასე მეთქი ესე მომწოხარ მეთქი ChatGPT და ასე ისაუბრე მეთქი ყველასთან თქო რა ხო და მეგობრებო ეხლა რა გამოიტანეთ აქედან რა დასკვნა გამოიტანეთ რომ მე რასაც გადავწყვეტ ისე იქნება თუ როგორც არის ისე არის ხო და საერთოდ საკითხავი რა არის იცი აი თქვენ თუ დაფიქრებულ ხართ იმაზე აი ერთ-ერთმა დაწერა ისეთი რამ რომ აი მე ბავშვებში ვხედავო თითქოს რაღაცის თქვა უნდათო და ვერ გვეუბნებიანო ახსოვთო რა წინა ცხოვრებიდანო და აღარ დავწერე უბრალოდ გამეფიქრა რა რომ შესაძლებელია ბავშვებში ვხედავთ ჩვენ ბევრ რამეს რა რომ აი ესე უნდათ თქმა მაგრამ როდესაც ჩვენ ლაპარაკს ვისწავლით და ვიტყვით სათქმელს ხო მაგას არავინ არ დაგიჯერებს აი როცა ბავშვი ხარ თოთო ხარ და მაშინ ამოიღებ ხმას და მაშინ იტყვი მაგას დაგიჯერებენ შეიძლება კიდე მაგრამ აი როდესაც უკვე ზრდასრული ხარ ლაპარაკის უნარი ისწავლე შეიძინე და გააქვს ლაპარაკის უნარი და ეტყვი რომ აი იცი რა მე მახსოვს ვინც ვარ ამას არავინ არ დაგიჯერებთ არც ის ადამიანი ვისაც უნდა რომ დაიჯეროს და რაღაცები ისწავლოს და რაღაცა დაინახოს ამ ცხოვრებით არავინ არ დაგიჯერებს დამერწმუნე ეხლა განსხვავება რა არის იცით რატომ არ დაგიჯერებენ განსხვავება არის მხოლოდ ერთი პატარას და ჩვილს არავინ არ ეტოქება ანუ მეტოქეობაში არავინ არ უდგას და ეს პატარა და ჩვილი არავის არ უდგას მეტოქეობაში მაგრამ როდესაც შენ ლაპარაკი შეგიძლია უნარი გაქვს წერის კითხვის საუბრის და ხარ ისეთი როგორიც დანარჩენები ვთქვათ მეტნაკლებად
აი აქ უკვე ჩნდება მეტოქეობის შეგრძნება და შენს სიტყვას აბსოლუტურად არავინ არ აღიარებს, თუ მას არ აწყობს. გესმის? თუ ადამიანს არ აწყობს შენ რასაც საუბრობ, თავისთვის გამოსადგიკად, ის შანსი არ არის, რომ შენ გაღიაროს და შენი სიტყვა აღიაროს. ამიტომ შენ თუ იტყვი, რომ აი მაგალითად შენ თუ ეტყვი ვინმეს, რომ იცი რა, აი ის მნიშვნელოვანი პირი შენ ხარ, მაგას დაგიჯერებს. მაგრამ შენ თუ ეტყვი იმას, რომ აი ის მნიშვნელოვანი პირი მე ვარ, მაგას ჩაქქოლავს, ვიდრე დაგიჯერებს. გამერწმუნეთ რა. აქედან დასკვნამდე მივდივართ, აქედან გამომდინარე მივდივართ დასკვნამდე, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გამარჯვების გზა. გამარჯვების გზა არის ასეთი: აღიარო სხვები, რომ მიგიღონ და გაიგონ შენი სიტყვა. თუ შენ სხვებს არ აღიარებ, იმად რაც არ არის, ხო? აი მაგალითად ვაღიაროთ, რომ ვაღიაროთ ეხლა რა, რომ აი ბიძინა ივანიშვილი არის გიორგი ბრწყინვალე. მე თუ ბიძინა ივანიშვილს ასე ვაღიარებ, ჩემო კარგო, ბიძინა ივანიშვილს მოეწონება ჩემი სიტყვა, რა თქმა უნდა გაიგებს ჩემს ხმას და შეიძლება კიდევაც დამირეკოს. მაგრამ თუ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილო, იცი რა, შენ არავინ არ ხარ გიორგი ბრწყინვალესთან შედარებით, აი ბიძინა ივანიშვილი ფეხზე დამიკიდებს და საერთოდ არ დააინტერესებს მე რას ვლაპარაკობ ცხოვრებაში. ეხლა რა ხდება? რაზე აქვს საკითხი? მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ და აი ისინი გავხდეთ, ვინებიც არ ვართ. ზოგს ეგრე უნდა, ზოგს აწყობს, რომ ის გახდეს, ვინც არ არის. მიუხედავად ისე, რომ იცის, რომ არ არის ის და მაინც უნდა, რომ გახდეს ის, ვინც არ არის. იმიტომ, რომ ეგრე აწყობს, ესე არის, შინაგანი მოთხოვნილება აქვს ესეთი, რომ აი თუ არ არის ნატო ვაჩნაძე, გახდეს ნატო ვაჩნაძე, ხო? არის ეგეთი მოთხოვნილებებიც. მე მაგალითად ვიტყვი იმას, რომ მე არ გავარ ამ ქალს საერთოდ. ერთადერთი შეიძლება ხალებით რაღაცა მსგავსება გქონდეს, მაგრამ ვერც ერთ ჭრილში მე ვერ ვამსგავსებ ამ ქალს ჩემ თავს. მაგრამ შემიძლია ვიყო ნატო ვაჩნაძის რეინკარნაცია, რატომაც არა? ცუდი იქნება? ამაზე ხალხს პრეტენზია არ გაუჩნდება. იცით რატო? ნატო ვაჩნაძესთან ძალიან ცოტა აიგივებს ხალხს, მეგობრებო, ძალიან ცოტა აიგივებს ხალხს თავს, მაგრამ აი თუ კი ვიტყვი, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ, აი მაგაზე უკვე ცოტა პრობლემა აქვს ადამიანებს. მარტო იმიტომ კი არა, რომ თამარ მეფე იყო და მისი დაცვა უნდა და არავინ არ მიაქციოს ისა არავინ არ მიაყენოს შეურაცხყოფა თამარ მეფეს. არა. იმიტომ რომ ამ ხელა ამბიციაში მყოფი ადამიანი სხვა ადამიანის ძის ცოტა მიუღებელია. თუმცა ის ამბიციები, რომ ჩვენ ტრაკები გავიდიდოთ, ტუჩები დავიბეროთ, ხვირი მოვიჭრათ და ასე შემდეგ, ეგ ნაკლებად ამბიციაში ითვლება დღევანდელ საზოგადოებაში. მაგის გაკეთება ჩვეულებრივია უკვე და არანაირი პრობლემა არ გააჩნია საზოგადოებას, მაგრამ ჩვენ თუ გავაცოცხლებთ ამა თუ იმ პირს და ვიტყვით, რომ იცი რა, მე ვარ ეს რეინკარნაცია, აი იმაზე უკვე